მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. Პირველად ქართულ ტელესივრცეში ტელეკომპანია დრო გთავაზობთ ინტელექტუალურ ტელეპროექტს ინტელექტის დროს, რომელშიც ორი ადამიანისაგან შემდგარი გუნდები ერთმანეთს ლოგიკური კითხვების გამოცნობაში შეეჯიბრებიან. გადაცემის გენერალური სპონსორია კავკასიის უნივერსიტეტი, რომელიც ფინალში გამარჯვებული გუნდის ორივე წევრს სასწავლო ვაუჩერი დააჯილდოვებს. გადაცემის სპონსორია გამომცემლობა პალიტრაელი, რომელმაც მონაწილეებისთვის ლიბერთინსის სერიისა და საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის წიგნები დააწესა. და ინგლისური ენების შემსწავლელი ცენტრი TCS, რომელიც მონაწილეებს სასწავლო ფასდაკლების ვაუჩერით დააჯილდოვებს. გადაცემისთვის 16 გუნდი შეირჩა. ისინი ოლიმპიური პრინციპით დაწყვილდნენ, მათ შორის კი ერთი გამარჯვებული გამოვლინდება. დასმულ შეკითხვას პირველი ის გუნდი უპასუხებს, რომელიც მათ მაგიდასთან დამონტაჟებულ ღილაკს ხელს პირველი დააჯერს. თუ კი გუნდი შეკითხვას არასწორად უპასუხებს, მეორე გუნდს ეძლევა დარჩენილი დროს ორი პასუხის მოსაფიქრებლად. დღევანდელ თამაშში ერთმანეთს კომაროვისა და ევროპული სკოლის გუნდები დაუპირისპირდებიან. კომაროვიდან დავით ჭედლიშვილი და არჩილ წენგუაშვილი, ევროპული სკოლიდან კი კატო ბაქრაძე და ნიკოლოზ გოზალიშვილი ასპარეზებენ. მოგესალმებით. წესები გასაგებია. მაშინ ასე, დავიწყოთ. პირველი შეკითხვა. მასზე თავდაპირველად არა ბენჯამინი, არამედ გენერალი უინფილდ სკოტი იყო გამოსახული. რაზეა საუბარი? დრო. და კომაროვის გუნდმა დააჭრა ღილაკს ხელი, რომელი უპასუხებს? მე. ჩვენი აზრით სწორი პასუხია $100. რატომ ფიქრობთ ასე, საიდან მიხვედით ამ პასუხამ? თუ სწორად მახსოვს, ბენჯამინ ფრანკლინი გამოსახული არის $100-იანზე და მანამდე იყო გამოსახული ეს პიროვნება, რა ვქვია. და ეს სწორი პასუხია, ანგარიშა 1-0 კომაროვის გუნდი დაწინაურდა მობილიზდით. წინ მეორე შეკითხვაა, ყურადღებით ჩაიწერეთ შეკითხვა. ნეფრიტის იმპერატორმა აირჩია 12 ცხოველი, რომელთა სახელებიც რიგრიგობით დაერქმეოდა წლებს. პირველი სიაში აღმოჩნდა თაგვი, რაც სხვა ცხოველისთვის შურის მიზეზი გახდა. კონკრეტულად, რომელ ცხოველზეა საუბარი? დრო. პირველი ღილაკს ხელი ევროპული სკოლის გუნდმა დააჭირა, რომელი უპასუხებთ? ხამურა. რატომ გონიათ ხამურა? თაგვთან ყველაზე ახლოს თითქოს ის იყო და თან ფრენა იცის და შეიძლება შურნა ის გამოსა. სამწუხაროდ ხამურა არასწორი პასუხი ამ კითხვაზე 56 წამი ეძლევა კომაროვის გუნდს სწორი პასუხის მოსაფიქრებლად. თქვენ დააჭირეთ ღილაკს ხელი, თქვენი აზრით? ჩვენი აზრით სწორი პასუხია კატა. ბუნებრივია ამ კითხვაზე სწორი პასუხია კატა, აღარ ჩავეძიები, აქედან მომდინარეობს კატისა და თაგვის მტრობა, რომელიც ალბათ დაუსრულებლად გაგრძელდება. ანგარიშია 2-0. თხოვთ უფრო ყურადღებით. ახლა მე დავსვამ მესამე შეკითხვას და თხოვთ ჩაიწეროთ. ძველი თბილისის ამ უბნის სახელწოდება უკავშირდება ვერაზე გაშენებულ ასკილის ქუჩებს. რომელ უბანზეა საუბარი? დრო. გავიმეორებ, ძველი თბილისის ამ უბნის სახელწოდება უკავშირდება ვერაზე გაშენებულ ასკილის ქუჩებს. რომელ უბანზეა საუბარი? მე გთხოვ თქვენ უბნის დასახელებას. დრო იწურება. და 6 წამია დარჩენილი, კომაროვის გუნდმა დააჭირა ღილაკს ხელი. ვინ უპასუხებს? მე ვაპასუხებ და ჩვენი აზრით სწორი პასუხია ვერა. და რატომ ვერა თვითონ ნახსენები იყო შუალ კითხვაშიც რატომ
გონიათ რომ ეს არის ვერა. არ ვიცი თანავე ნუ რა თქმა უნდა, ვერა არასწორი პასუხია, 6 წამი ეძლევა ევროპული სკოლის გუნდს, რათა მოიფიქროს სწორი პასუხი. დრო გავიდა, თქვენ დააჭირეთ ღილაკს ხელი. რომელი უპასუხებთ? ჩვენ ვიტყვით ვაკეს მაშინ. რა თქმა უნდა, ვაკეც არასწორი პასუხია. ამ კითხვაზე სწორი პასუხია ვარდისუბანი და ანგარიში რჩება უცვლელი 2-0 კომაროვის გუნდის სასარგებლოდ. მეოთხე შეკითხვა. ბასკურ ენაზე ქალაქი ბილბაო ჟღერს ისევე, როგორც ფანტასტიკური ჟანრის ცნობილი პერსონაჟის სახელი. რომელ პერსონაჟზეა საუბარი? დრო. ბასკურ ენაზე ქალაქი ბილბაო ჟღერს ისევე, როგორც ფანტასტიკური ჟანრის ცნობილი პერსონაჟის სახელი. რომელ პერსონაჟზეა საუბარი? სკოლის გუნდა დააჭირა ღილაკს ხელი. ჩვენი აზრით ეს არის მექანიკური პორტოხალიდან ბილი ბოი. ბილ ბოი მექანიკური პორტოხალიდან ეს არის თქვენი პასუხი და რატომ გონიათ ეს? ბილბაოც ბილით იწყება და ბაო შეიძლება ბოის ნიშნავდეს, რაც ქართულად ბიჭია. ბუნებრივია წაკითხული გქონდეს სიგნალი. კი, რა თქმა უნდა. ნუ სამწუხაროდ ეს არ არის სწორი პასუხი, 30 წამი ეძლევა ევროპული სკოლის გუნდს, რათა მოიფიქროს ამ კითხვაზე სწორი პასუხი. προიწურება. ხუთი წამი დარჩება. სამწუხაროდ დრო გავიდა, ევროპული სკოლის გუნდს ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. ახლა კი მოისმინეთ სწორი პასუხი. ბასკურ ენაზე ქალაქი ბილბაო ჟღერს როგორც ბილბო ბეგინსი. სწორი პასუხი იყო ბილბო ბეგინსზე. ახლა კი მეხუთე შეკითხვა ანგარიში უცვლელია კომაროვის გუნდი 2-0-ს იგებს. ერთ პაროდიულ მოთხრობაში, ვიმეორებ, პაროდიულ მოთხრობაში აქილევსი თავს იმართლებს, რომ სურდა ბანკის მძარცველის დაჭერა, თუმცა ვერ დაეწია. რომელი ცოცხალი არსებაა მძარცველად გამოყვანილი? დრო. ევროპული სკოლის გუნდმა პირველივე წამზე დააჭირა ღილაკს ხელი, რომელი უპასუხებთ? მე ვუპასუხებ. კუ არის, რადგან პარადოქსის მიხედვით აქილესი კუს ვერადოს ვერ ეწევა და ეს სრულიად სწორი პასუხი ანგარიშია 2-1. სხვაობა შეამცირა ევროპული სკოლის გუნდმა. მობილის დიდ ჩაიწერეთ, დაძაბული თამაშია. მეექვსე შეკითხვა. ერთ ფილმში მას აჭმევენ მეტალის ნივთებს. ინგლისელები კი მას გოჭის ბანკს უწოდებენ. რაზეა საუბარი? დრო. ისევ პირველივე წამზე დააფიქსირა ევროპული სკოლის გუნდმა, ისევ პირველ წამზე დააჭირა ღილაკს ხელი. ნუ პასუხებს. პასუხად მე ეს არის სავარაუდოდ ყულობა. რატომ ფიქრობთ ესე ყულობა? რა ლოგიკით მიხვდით ამ პასუხამდე თუ შეგიძლიათ რომ აყურებელს აუხსნათ? იმიტომ რომ მეტალის ნივთები შეიძლება იყოს ფული ან ხურდაფული, რომელსაც ყულობაში დებენ და ყულობას ტრადიციულად სტერეოტიპის მიხედვით აქვს ღორის ფორმა. და ეს ლოგიკა სრულიად სწორია, ანგარიშია 2-2. ანგარიში გაათანაბრა ევროპული სკოლის გუნდმა. ეხლა კი მე-7 შეკითხვა. ერთ რუსულ ენციკლოპედიაში მის შესახებ დაწერილ სტატიაში ხვდებით ფრაზას თლიანი მატერიკი. ერთი ქვეყანა. დაასახელეთ ის. დრო. გავიმეორებ შეკითხვას. რუსულ ენციკლოპედიაში მის შესახებ დაწერილ სტატიაში ხვდებით ფრაზას თლიანი მატერიკი. ერთი ქვეყანა. დაასახელეთ ის. კომაროვის გუნდმა დააჭირა ღილაკს ხელი, ვინ უპასუხებს? რომელი უპასუხებთ? მე ვპასუხებ. ჩვენი აზრით ეს კონტინენტია პანგეა. როგორ გავიმეორებთ? პანგეა.
ნუ ეს რა თქმა უნდა არასწორი პასუხია და 35 წამი ეძლევა ევროპული სკოლის გუნდს რათა მოიფიქროს შეკითხვაზე სწორი პასუხი. ევროპული სკოლის გუნდმა ხელი დააჭირა ღილაკს, რომელი უპასუხებს შეკითხვას? უპასუხებ და ჩვენი აზრით ეს არის საბჭოთა კავშირი და რუსული ენციკლოპედია შეიძლება იმით იყოს განპირობებული, რომ უნდათ რომ საბჭოთა კავშირი ასე ვთქვათ მთელ მატერიკზე ყოფილიყო გაწერილი. მიღებულია თქვენი პასუხი, თქვენ გქონდათ 28 წამი იმისთვის დარჩენილი რომ მოგეფიქრებინათ სწორი პასუხი, თუმცა სამწუხაროდ იჩქარეთ და ეს არასწორი პასუხია. ამ კითხვაზე სწორი პასუხია ავსტრალია, ბუნებრივი ერთი მატერიკი, ერთი ქვეყანა, ეს არის ავსტრალია, მთლიანი მატერიკი. და ეს არ იყო არანაირი გადატანითი მნიშვნელობა, ეს იყო პირდაპირ თქვენი ფრაზა. ახლა კი მერვე შეკითხვა. ამ კითხვაზე სწორი პასუხის ავტორი პალიტრა ელისაგან საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის წიგნს მიიღებს საჩუქრად. მერვე შეკითხვა. ძველი წელთაღრიცხვით მე-15 საუკუნეში ადამიანის მთავარსაქმიანობას ნადირობა წარმოადგენდა. სწორედ ამიტომაა, რომ გამოქვაბულის კედლებზე უმეტესად ცხოველებს გამოსახავდნენ. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ფინიკიური ამბანის შექმნაც. სადაც პირველი ასო, ალეფი, ჩაიწერეთ, ალეფი ნიშნავს ხარს. რომელ ცხოველს აღნიშნავს ასო გიმელი? დრო. შეგახსენებთ, რომ ასო ალეფი ნიშნავს ხარს და გთხოვთ დამისახელოთ, რომელ ცხოველს აღნიშნავს ასო გიმელი. და ევროპული სკოლის გუნდმა პირველმა დააჭირა ღილაკს ხელი. ჩვენი აზრით სწორი პასუხია მამონტი, იმიტომ რომ ჩვენ წელთაღრიცხვით მე-15 საუკუნეში პირველყოფილი ადამიანები მამონტებზეც ნადირობდნენ. ნუ ეს არ არის სამწუხაროდ სწორი პასუხი. ახლა კომაროვის გუნდს რჩება 34 წამი, რათა მოიფიქროს შეკითხვაზე სწორი პასუხი. დრო. ათი წამი რჩება. ჩქარეთ. და ბოლო წამზე ხელი დააჭირეს ღილაკს კომაროვის გუნდის წევრებმა, რომელი უპასუხებთ? მე ვპასუხებ. გისმენთ? და ჩვენი აზრით სწორი პასუხია ჟირაფი, რადგან ჯიმე გავს ინგლისურად ჟირაფის სახელწოდებას. ნუ თქვენ მიხვდით ამ კითხვის ლოგიკას, რომ ეს უნდა გადაგვეთარგმნა ინგლისურ ენაზე, თუმცა ვერ მიხვდით სწორ პასუხამდე. ას გიმელ ალბათ ყველას აგონებს კემელს. რა თქმა უნდა, სწორი პასუხია აქლემ. ამ შეკითხვაზე ვერც ერთმა გუნდმა ვერ გაცადა პასუხი. შესაბამისად, პალიტრალის საჩუქარი გადაეცემა მე-9 შეკითხვაზე სწორი პასუხის ავტორს. ანგარიში კვლავ ორი თორია, მე-9 შეკითხვა. ისტორიკოსმა ჯონ ბილოუმ მას უწოდა ფრანგული ფესვების მქონე ქალბატონი, რომელიც მუდამ გაუნათებს გზას ამერიკელებს. დამისახელეთ ის ორი სიტყვით. დრო. პირველივე წამზე კომაროვის გუნდის წევრმა დააჭირა ღილაკს ხელი, რომელი უპასუხებთ? თავისუფლების ქანდაკება. და რატო? იმიტომ რომ ეს რა ქვია, ეს არის ეიფელმა დააპროექტა, გააკეთა ეს თავისუფლების ქანდაკება და ეს არის საჩუქარი ფრანგებისა ამერიკელებისათვის. დამოუკიდებლობის აღსანიშნავად, მე თუ ორცები 100 წელს. ეს სრულიად სწორი პასუხია კომაროვის გუნდი წინ გავიდა, არჩილ წენგუაშვილი კი პალიტრალისაგან საქართველოს ილუსტრირებული ისტორიას მიიღებს საჩუქრად. ანგარიშია 3 თორი, ახლა კი მოისმინეთ მე-10 შეკითხვა. ყურადღებით. ერთ-ერთი ვერსიით ამ ფრინველის რუსული სახელწოდება მომდინარეობს რუსულში სიტყვა ქურდის აღნიშნული სიტყვიდან. რომელ ფრინველზეა საუბარი? დრო. ისევ პირველივე წამზე დაფიქსირდა პასუხი, ვინ უპასუხებს? მე უპასუხებ, ეს ფრინველი არის ყვავი, ვარონა, ვორ. ქურდი ვორ არის, ვარონა არის ყვავი. ბუნებრივია, ეს სწორი პასუხია, ანგარიში კვლავ გათანაბრდა 3-3. იძაბება თამაში. მე-11 შეკითხვა.
ერთი ვერსიით ამის შექმნის იდეა მოუვიდა უჯრედებიანი ფანჯრის შემყურე პატიმარ არტურ ვინის, რომელსაც ფანქრისა და ფურცლის მეტი არაფერი გააჩნდა. იგი ციხეში იმყოფებოდა. რის შექმნაზეა საუბარი? დრო. კომაროვის გუნდმა პირველი დააჭირა ღილაკს ხელი? ჩვენი აზრით ეს არის სუდოკო. სუდოკო ეს. არასწორი პასუხია პირდაპირ გეტყვით და 41 წამი გავხდეთ მოიწვიეთ სწორი პასუხი. დრო. თქვენ დააჭირეთ ღილაკს ხელი? რომელი უპასუხებთ? მე ვპასუხებ ჩვენი ვერსია crossword. და რატომ ფიქრობთ რომ ეს არის crossword და არა სუდოკო არის? ნუ იგივე ლოგიკით რაც სუდოკო. ანუ თქვენ აპირებდით რომ გეპასუხოთ სუდოკო თუ არა, ჩვენ ვაპირებდით რომ გვეპასუხა crossword. უბრალოდ ერთი რიცხვებს უკავშირდება, მეორე სიტყვებს და ასოებს, აქედან გამომდინარე, რავი, შეიძლება ორივე იყოს, მაგრამ ჩვენ პირდაპირ crossword. თქვენ სრულიად სწორად ფიქრობთ, ეს არის crossword-ი და ანგარიშია 4-3 ევროპული სკოლის გუნდი პირველად დღევანდელ შეხვედრაში წინ გადის. მე-12 შეკითხვა კომაროვლებო მობილიზდით და ჩაიწერეთ. სხვაოსანმა ვინმე ხუანმა 1903 წელს ატლანტიკის ოკეანეში აღმოაჩინა მეტად საშიში კუნძულები. აღნიშნული კუნძულების მიმართულებით მანამდეც სცადეს სხვებმა გეზის აღება, თუმცა ყველა შემთხვევა ეკიპაჟის დაღუპვით დასრულდა. რა სახელით ვიცნობთ ჩვენ დღეს ამ კუნძულებს? დრო. პირველი ევროპული სკოლის გუნდმა დააჭირა ღილაკს ხელი. რომელი უპასუხებთ? მე ვპასუხებ და ჩვენი აზრით ეს არის ბერმუდის სამკუთხედი. მე გეკითხებით რა სახელით ვიცნობთ ამ კუნძულებს? თქვენ მითხარით თქვენი პასუხი რა არის პასუხი? ბერმუდის სამკუთხედი. ბერმუდას სამკუთხედი. ეს სამწუხაროდ არასწორი პასუხია. კომაროვის გუნდს ეძლევა 52 წამი. ჩვენ არ ვიცნობთ ამ კუნძულებს ბერმუდის სამკუთხედის სახელით. დრო. ოცი წამი დარჩა. დიახ, გისმენთ, თქვენ დააჭირეთ ღილაკს ხელი. ჩვენი აზრით ეს კუნძულები არის, მე ვპასუხებ, ჩვენი აზრით ეს კუნძულები არის ბერმუდის კუნძულები. და ანგარიშია 4-4. ეს არის ბერმუდის კუნძულები და არა ბერმუდის სამკუთხედი. ჩვენ დღეს ამ კუნძულებს ვიცნობთ როგორც ბერმუდის კუნძულები. ანგარიშია 4-4. მე-13 შეკითხვა. ანდორაში დაპატიმრებულ პიროვნებას აქვს უფლება აირჩიოს 2-დან 1. დაასახელეთ ორივე. დრო. და კომაროვლებმა ხელი დააჭირეს ღილაკს. ეს არის ჩვენი აზრით სწორი პასუხი არის ექსტრადიცია ესპანეთში ან საფრანგეთში. ანდორა მოხსენებათ მათ შორის არის ჯუჯა სახელმწიფო. ანუ თქვენი პასუხია ესპანეთი ან საფრანგეთი. ანგარიშია 5-4 ეს სწორი პასუხია. ანდორაში დაპატიმრებულ პიროვნებას შეუძლია აირჩიოს თუ სად მოიხდის სასჯელს, ეს იქნება ესპანეთში თუ საფრანგეთში. 5-4. მობილიზდით, თუ კი ამ შეკითხვას სწორად უპასუხებს კომაროვის გუნდი, ისინი ავტომატურად ხდებიან ამ თამაშის გამარჯვებულები. ყურადღებით, მე-14 შეკითხვა. ლეგენდის თანახმად, ერთი ყველასთვის ცნობილი არსება ფინეთის მთებ კორვატუნტურიში ცხოვრობს. თუმცა ჩვენთვის ცნობილი არის რეგიონი, სადაც ეს მთები მდებარეობს. ჩვენთვის უფრო ცნობილია ის რეგიონი, სადაც ეს მთები მდებარეობს. რომელ რეგიონზეა საუბარი? დრო. ლეგენდის თანახმად ეს არსება ფინეთის მთებ კორვატუნტურიში ცხოვრობს, თუმცა ჩვენთვის ცნობილი არის რეგიონი, უფრო ცნობილი არის რეგიონი, სადაც ეს მთები მდებარეობს. კომაროვლებმა ხელი დააჭირეს ღილაკს. ჩვენი აზრით სწორი პასუხია ლაპლანდია. და ეს არსება ვინ არის? სანტა კლაუსი. და ანგარიშია 6-4 კომაროვლების სასარგებლოდ, მათ შეძლეს და გაიმარჯვეს დღევანდელ თამაში. სწორი პასუხია ლაპლანდია და ლეგენდის თანახმად სანტა კლაუსი ცხოვრობს ფინეთის მთებ კორვატუნტურიში, რომელიც მდებარეობს ლაპლანდიაში.
და ანგარიშია 6-4 დღევანდელ თამაში გაიმარჯვა კომაროვის გუნდმა, გამომცემლობა პალიტრელი მათ გადასცემს ლიბერტისის სერიიდან წიგნებს. ხოლო მეცხრე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს კი არჩილ წენგუაშვილს, გამომცემლობა პალიტრელი გადასცემს საქართველოს ილუსტრირებულ ისტორიას. რაც შეეხება დღევანდელ თამაში დამარცხებულ გუნდს, უცხოენების თბილისის ცენტრალური სკოლა TCS-ი მათ გადასცემს სასწავლო ფასდაკლების ვაუჩერებს.